შენიც სპორტის რიგით მეხუთე მერვედფინალური ეპიზოდით ბრუნდებით და ტრადიციული იმედი გვაქვს, რომ თამაში გამოვა საკმაოდ საინტერესო და დასამახსოვრებელი. სანამ დღევანდელი გადაცემის მონაწილეებს წარგიდგენთ, მანამდე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის მხარდამჭერია BetLive, რომლისგანაც სეზონის გამარჯვებული მიიღებს 20,000 ლარს. ახლა კი გადავინაცვლოთ ბიჭებისკენ. ბაკური და არტური იქნებიან დღევანდელი გადაცემის მონაწილეები. ბაკურ, როგორ ხარ? შენ წინა სეზონშიც იყავი ჩვენთან ერთად და უკვე გამოცდილება გაქვს ასე თუ ისე. მადლობა, კარგად, მადლობა თქვენ და ღმერთს ამ განსაცდელისთვის, რასაც არტური ხია, ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია, მაგრამ ვეცდები კაბო-ვერდესავით ლამაზად ვითამაშო არგენტინას წინააღმდეგ. შვენიერ, წარმატებებს გისურვებ, არტურ. პირველი არ არის ბაკური, ვისგანაც შენზე ეს შეფასება მესმის. ფავორიტად მოგიხსენებენ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მოთამაშედ, შენ დებიუტანტი ხარ ჩვენი გადაცემისთვის. მე ოდნავ ღელავ პირველად ვარ საერთოდ ასეთ ღონისძიებაზე და ვნახოთ რა გამოვა. ფავორიტად შევა ვნახოთ. ამ გადაცემაში კი არის პირველად, მაგრამ ზოგადად სლემივით ყველაფერი მოგებულია. ეს ბაკურის აზრია, ჩემი აზრი არ არის, მე რო ფავორიტი ვარ. კეთილი, წარმატებებს გისურვებო. დარწმუნებული ვარ, რომ ორივე თქვენგანი პირველ სეზონს უყურებდით, ბაკური მონაწილე იყო. უბრალოდ ერთ რამეს შეგახსენებთ, რომ პირველ რაუნდში მცირედი ცვლილება გვაქვს. გასული გადაცემებიდან გამომდინარე უკვე ნახავდით, მაგრამ მე მაინც გაგიმეორებთ, რომ ორივე თქვენგანს გექნებათ 60 წამი, იმისთვის რომ მაქსიმალურად მეტი სწორი პასუხი დააგროვოთ პირველ ფოტო რაუნდში. ვინ დაიწყებს პირველ რაუნდს, გადავწყვიტოთ ჯეირანით. ჯეირანი. ბაკურ, შენ იწყებ პირველ რაუნდს. კიდევ ერთხელ გეტყვი იმას, რომ ნებისმიერ დროს შეგიძლია თქვა შემდეგი და დროს არ კარგავ პირველი სეზონისგან განსხვავებით, ასე რომ წარმატებებს გისურვებ, 5-წამიანი კაუნტდაუნი ჩაერთვება და შემდეგ უკვე შენი 60 წამი დაიწყებს ათვალს. ბაკურ, შენი დრო ჩაერთო. მამარდაშვილი. ვალვერდე. რასელი ვესტბრუკი. აიმარი ბატისტუტა, შემდეგი. ისა კაცო, შვილი კი არა და შემდეგი რა. ილიას მამანი, ჯონტერი. არაგონესი, შემდეგი. შემდეგი. კეცბაია. ისა კანინგემი. პაზი, ნიკო პაზი. ჯერი ვესტი. შემდეგი ისა ბუკაი ეზე ეს არის არა შემდეგი გასლი მეორე კიმი შემდეგი კიმი ეს ისა არის კაილკოს დრო ამოიწურა ბაკურ, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველ რაუნდში შენ დააგროვე 8 სწორი პასუხი. არტურ, შენ ჯერია. თუ მზად ხარ, შეგვიძლია რომ შენი კაუნტდაუნის ათვლაც ჩავრთოთ. დავიწყო. მიკაუტაც. დროგბა. იანგი. დეხეა. შემდეგი. შერაზადიშვილი. სამუელი. შემდეგი. ცარუკյան. რუიკოშტი. ფიოლერი. სტოქტონი. მელონი. უსიკ. შემდეგი. გაი მონფის. მიურა და დრო ამოიწურა. არტურ, შენ დააგროვე 12 სწორი პასუხი, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი რაუნდი შენია და საერთო ჩათვლაში ანგარიში ხდება 1-0 არტურის სასარგებლოდ. შეგვიძლია გადავიდეთ მეორე რაუნდზე, სადაც სრულიად საფეხბურთო რაუნდი გელოდებათ. 3 მინი თამაშისგან შემდგარი და პირველი ტაქტიკური კვადრატი გვაქვს, სადაც ერთი ცვლილებაა, თუ ვინ დაიწყებს თამაშს, ეს არის დასწრებაზე. როგორც კი თქვენს ეკრანზე გამოვა ტაქტიკური კვადრატი, ხო გითამაშიათ, ხო გინახავთ? ზუსტად შუა უჯრა იქნება დასწრებაზე. ასე რომ მე არაფერს არ გეუბნებით. ვაჭერთ თუ? კი, ხილაკის და სანამ პასუხი არ გექნებათ, მანამდე არ დააჭიროთ, იმიტომ რომ თუ დააჭერთ, პირდაპირ უნდა მიპასუხოთ თუ არა და დაიწყებს მოწინააღმდეგე.
ტაქტიკური კვადრატი ეკრანზე. გაუწვდია მოურინიოს და ბრაზილია, ხო, სწორად? კი. ისაც და სწორი პასუხია? სწორი პასუხია ალექსი. ჩელსიში იყო მოურინიოსთან ერთად. ალექსის სწორი პასუხია, ბაკურ, შესაბამისად შენი უჯრა არის აღებული. შუა მთავარი უჯრა. არტურ, შენ ჯერია. მოდი ნიუკასლი და გერმანელი ნიკ ოლტემადე იყოს. ეს სწორი პასუხია. გაუწვდია მოურინიოს და გერმანია, ჩემი საყვარელი ფეხბურთელი მიქაელ ბალაკი. კი ბატონო, ბალაკი სწორია. ანუ ლივერპული და მოურინიო და დავასახელო ხო შესაბამისად. იმისთვის რომ გადაუკეტო გზა, თუ გინდა სხვა დაასახელო, მაგრამ ამით უნდა გადავკეტო ყველა შემთხვევაში. მოურინიო და ლივერპული იყოს გლენ ჯონსონი. გლენ ჯონსონი სწორი პასუხია. კი ბატონო, ეხა მე მაქვს რა ვარიანტები აქეთ. ეს არის გაუწვდია მოურინიოს ის და ეს უჯრა ბრაზილია ნიუკასლი, ბრუნო გიმარაეში. ბრუნო გიმარაეში სწორი პასუხია. შესაბამისად PSG და ბრაზილიელი უნდა დავხურო. მოდით იყოს რონალდინიო. რონალდინიო რა თქმა უნდა აქ ჩდება. ეხა მე მაქვს ვერსია ნიუკასლი და ლივერპული მაიკლ ოუენი. სწორი პასუხია. არტურ, შენი დროა. გერმანელი და PSG უნდა დავხურა აუცილებლად იულიან დრაქსლერი. ეს სწორი პასუხია. ბაკურ, შენი დროა. PSG და ლივერპული უნდა ვთქვა მე. PSG და ლივერპული უნდა თქვა შენ. PSG და ლივერპული ჯორჯინიო ვეინალდუმი. ვეინალდუმის სწორი პასუხია. ხო, ანუ რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მინი თამაში დასრულდა ფრედ. მე მგონი კარგი თამაში გვაჩვენეს ბიჭებმა ნამდვილად. დაუნდობენი და ფაქტობრივად უშეცდომი. მეორე მინი თამაშზე გადავინახოთ, ეს არის სასტარტო 11-ეული, მეგობრებო, ერთ-ერთი კონკრეტული თამაშიდან ერთ-ერთი გუნდის სასტარტო 11-ეული გამოვა ეკრანზე, საიდანაც ერთადერთ ფეხბურთელს პირდაპირ გეტყვით მე. დღევანდელი სასტარტო 11-ეული კი იქნება 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი. ვერ მოგიტანდით საფრანგეთს, ჩვენ მოგიტანეთ ხორვატია. გუნდის კაპიტანი ლუკა მოდრიჩი ჩემგან საჩუქრად ამ რაუნდს დაიწყებს არტური. დანიელ სუბაშიჩი დავიწყებ ერთგოლიანად რა. ნომერი უნდა მითხრა? ნომერი 1 დანიელ სუბაშიჩი. ეს სწორი პასუხია, 1-0 ანგარიში. 3 შეცდომის უფლება გაქვთ, შეგახსენებთ. ფინალის ის არის, ხო? კი, ფინალი 2018 წლის მუნდიალის. კარგი, მოდი. რომელი იყო ნომრები? მოდი 18 ნომერი წესითარიგით უნდა იყოს რებიჩი და რებიჩი იყოს სამქულიანი. იმ დროს სათამაშო და ხო არ გახსოვს? აინტრა ჯერ მილანში არ არის გადასული აინტრახტში ეს ავარაუდი. სწორი პასუხია, სამი ქულა შენია. ნომერი 21 თუ არ ვცდები იყო დომაგოი ვიდა. ბოდიში? დომაგოი ვიდა 21 ნომერი. ეს სწორი პასუხია. კი, ეგ ვერსიაც მქონდა სხვა თასში. 3-3 ანგარიში. მე 17 ნომერი მარიო მანჯუკიჩი ერთგულიანი, მოდი. ერთი ქულა შენია, ესეც სწორი პასუხია. ნომერი 4 უნდა იყოს ივან პერიშიჩი. კი ბატონო. სწორი პასუხია. ანგარიში როგორ არის? მის მიხედვით. პირველი გოლის ავტორი სხვათა შორის. კი. ანგარიში არის 4-4. 4-4. კარგი, მოდი ოდნავ წავიწიოთ, მაშინ წინ და რაკეტიჩი გავხსნათ ერთგულიანი 7 ნომერი. 7 ნომერი რაკეტიჩის სწორი პასუხია. იმ დროისთვის ბარსას ძირითადი ფეხბურთელი. 11 ნომერი წესი დარიგით და იყოს მარცელო ბროზოვიჩი. ბროზოვიჩიც სწორი პასუხია, არტური წინ გადის 6-5. უშეცდომოთ, მეგობრებო, ხოჭა. ეხა არის მაგარი თამაში გვაქვს. სად
ბიჭო, იმას რა გვარი იყო არა დაისახეზე, ჭადის სახელი მჭირს. კაი, მოდი ჯერ ლავრენი მოვიგიოთ მეორე ცენტრალური მცველი 6 ნომრით და დანარჩენზე მერე ვიფიქროთ. 6 ნომერი ლოვრენი იყო, ნამდვილად ბაკური ათანაბრებს ანგარიშს 6-6. უნდა გავრისკო რა ყველანაირად. და 4 ქულიანს შევეჭიდო. 4 ქულიანს თუ ეჭიდები, პირდაპირ გეუბნები, რომ და თუ სწორად მიპასუხებ, ეს მერი თამაში შენი იქნება. უნდა იყოს შიმევ სალკო. რომელი ნომერი? 3 ნომერი, შიმევ სალკო. 3 ნომერი არ არის შენ მიერ დასახელებული ფეხბურთელი. კაი, მე შემიძლია როგორც 3 ნომერი გავხსნა, ასევე 2 ნომერი და მე არტურს დარჩება სხვა თუ 2 ნომერი გავხსენი. კი ბატონო, ასეა. ბიჭო, აი, იმ ცველის ის მახსოვს, რომ როგორ წევს ხორვატი დროშასთან ერთად კლუბსაც უბრალოდ არტურს დავეხმარებით, თორე კლუბსაც ვიტყვი ხო სადაც თამაშობდა. კაი, მოდი ვრასკო იყოს 2 ნომერი 2 ქულიანი. კი ბატონო, ეს სწორი პასუხია. წინ გადიხარ ბაკურ ანგარიშში. არტურ, ერთადერთი ფეხბურთელი გრჩება გამოსაცნობი. ცუდად ვიხსენებ უბრალოდ. მილანში თუ გადასულა ამ მუნდიალის შემდეგ უნდა იყოს ივან სტრინიჩი. 3 ნომერი 4 ქულიანი. ივან სტრინიჩი არის სწორი პასუხი. რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე რაუნდის მეორე მინი თამაში არტურს მიაქვს თავის სასარგებლოდ. ჩვენ კი ის გადაგვშენე, რომ გადავიდეთ მესამე მინი თამაშზე, სადაც ბაკურს ექნება შანსი, რომ დაჰოლდოს, გადაარჩინოს ეს რაუნდი, ხოლო არტურს გამარჯვების შემთხვევაში, ან ბაკურის არასწორი პასუხის შემთხვევაშიც მეორე რაუნდი საკუთარ აქტივში ჩაეწერება. მეგობრებო, თქვენი მიზანია, რომ დასწრებაზე, ღილაკებზე ხელები მომართეთ, ჩემი რჩევა იქნება. ერთადერთი ფეხბურთელია გამოსაცნობი, მე გეუბნებით პირველ კლუბს, მის კარიერას კი ვაგრძელებ ქრონოლოგიურად. დავიწყეთ. პირველი გუნდი არის კანი. საიდანაც აღმოჩნდა მილანში. მესამე გუნდი არის არსენალი. მეოთხე გუნდი არის იუვენტუსი. არტურ, შენ იყავი პირველი. პატრიკ ვიეირა. პატრიკ ვიეირა არის სწორი პასუხი, რაც იმას ნიშნავს, რომ არტურს მიაქვს მეორე რაუნდი საკუთარ აქტივში და საერთო ჩათვლაში ანგარიში ხდება 2-0. ჩვენ კი წინ 2 ქულიანი სპორტპედია გველოდება. ვიწყებთ 2 ქულიან სპორტპედიას, მეგობრებო, სანამ დღევანდელი სპორტპედიის 4 კატეგორიას გაგაცნობთ, მანამდე ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი მხარდამჭერია BetFly-ვი. მოდი გავეცნოთ, როგორია 2 ქულიანი რაუნდის მთავარი 4 თემა. ესე იგი, პირველი იქნება პირველი თემა, ასე ქვია. მეორე არის პარიზის ოლიმპიადის დღიურები, მესამე არის ზედმეტსახელები და მეოთხე, ანუ ბოლო არის ვალუტა სახელგვარში. ამ რაუნდს დაიწყებს ბაკური. რადგან წინა მოდი იყოს ვალუტა სახელგვარში. ვალუტა სახელგვარში 200 ქულა. აბა, ყურადღებით. 1990 წლის მუნდიალზე გერმანიასთან მატჩის შემდეგ ამ ადამიანს ხშირად აკლემს ადარებდნენ. გვითხარი მისი სახელი და გვარი. ეს იყო ცნობილი არც უსიამოვნო მომენტი, როცა ფიორერმა და რაიკარდმა იჭყუპეს და ფრენკ რაიკარდმა შეაფურთხა რუდი ფიორერს. ფრენკ რაიკარდი. ჩდება ვალუტა სახელგვარში. ფრენკი არის ვალუტა. სწორია. ოჯახ. 200 ქულა შენია. 200-ით 0 ხდება ანგარიში. არტურ, შენი დროა. პარიზის ოლიმპიადის დღიურები 200-ით დავიწყოთ. პარიზის ოლიმპიადის დღიურები 200 ქულა. 31 ივლისი ამ ფრანგისთვის განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა, რადგან 2 სხვადასხვა დისციპლინაში, ბატერფლაისა და ბრასში, ოლიმპიური რეკორდები დაამყარა და შესაბამისად ოქროს მედლებიც მოიპოვა. ვისია საუბარი? ადამ რენარი. რეინარი. სამწუხაროდ არასწორი პასუხია, სწორი პასუხი ამ შეკითხვაზე არის ლეონ მარშალი. მარშალი. ეს შანსი არ ქონდა. იგი გამიგია. თავარი გმირი გახდა სხვა შორის მარშალი. შემშლია სახელი. ადამ ბერნარდის ხაი. მოდი, რახან ვალუტა კარგად წაიღო, ვალუტა სახელსაგვარში 100 იყოს. ვალუტა სახელგვარში 100 ქულა. იამაიკური წარმომავლობის ამ მოგვარეებიდან ერთმა ამერიკის სახელით ბრძოლა, მეორემ კი ინგლისის სახელით თამაში ამჯობინა. გვითხარი მათი გვარი.
ამერიკული წარმოშობის ამ მოგვარეებიდან ერთმა ამერიკის სახელით ბრძოლა, მეორემ ინგლისის სახელით თამაში ამჯობინა. მან არ შემიძლია, ხო? შენ შეგიძლია დასწრებაზე დააჭირო ხელი და მოიპარო. უბრალოდ ჯერ ბაკურს ველოდებით. თუ არასწორად პასუხობ, მინუსები ეგ გახსოვდეს. ბაკურ პასუხისკენ უნდა წავიდეთ, კი ბატონო, შეკითხვა მოიცა. ბევრ დროს ვერ მოგცა. სტერლინგი? სტერლინგი სწორი პასუხია. ვიზე იყო საუბარი მიხდი თუ უბრალოდ რახიმ სტერლინგი და მეორე ვინი თამაშობდა? ალჯამეინ სტერლინგი. ალჯამეინ, ვერ. მეორე მაბნევდა ასე ვთქვათ. კი ბატონო. 300-0 ხდება ანგარიში ბოლო წამზე გადაარჩინა ბაკურმა. ვალუტა სახელგვარში 300 მოგიორ. ვალუტა სახელგვარში 300 ქულა. ყურადღებით. 1983 წელს მან ჩაწერა სინგლი სახელად You Can't Touch Me. 3 წლით ადრე კი მუჰამედ ალის დამარცხების შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა, რადგან ახალგაზრდობაში მისი სპარინგ პარტნიორი იყო. გვითხარი მისი სახელი და გვარი. ვერ ვიხსენე, უბრალოდ ჯორჯ ფორმანის გარდა არავის არ ვიხსენე. არ იქნებოდა ალბათ. სამწუხაროდ არა, ლარი ჰოლმსი არის სწორი პასუხი, არის სპარინგ პარტნიორიც იყო, ვიფიქრე, შემდეგ დაამარცხა მუჰამედ ალი და ჩემპიონი გახდა და კარიერის მიწურულს ერთადერთი ნოკაუტით წაგება აქვს მაიკ ტაისონთან. კარგი, მოდი იყოს, აბა, პირველი თემა გულისხმობს ვიღაცისთვის პირველი ჩემპიონატი, თუ რაღაცა პირველი გვარში შეიძლება იყოს რაღაცა სხვადასხვა. კი, სწორ ლოგიკაზე ხარ, თავიდან რაც თქვი ეგ არის. აი, პირველი თემა 100 რაღაც იყოს. პირველს ეხება. ხო, პირველი თემა 100. პირველი თემა 100 ქულა. ნამდვილად ჩექების ღირსია ეს კალათბურთელი, რადგან მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს პირველი ქულა მოუტანა. მითხარი მისი გვარი. წესი დარეგით თან ის უფრო დამეხმარა, იმიტომ რომ თამაში არ მახსოვდა და ცნობილი მისი მასწავლებლის შექების მაშინ ეგრევე მიპასუხე, ხა როგორც ყოჩახ შერმადინი. სწორი პასუხია და ყოჩახ ბაკურ 100 ქულა შენია. 400-0 ხდება ანგარიში. ოლიმპიადი გავაგზავნოთ 300 ქულიანით. პარიზის ოლიმპიადის დღიურები 300 ქულა. გასაკვირია, რომ თავის ქვეყანაში რეიგანი საუკეთესო ბი გოგონა იყო და 2023 წელს ოკეანის ჩემპიონიც გახდა. თუმცა ოლიმპიადაზე სამივე რაუნდი პირწმინდა 18-0 წააგო. ეგ არის ბრეიკ დანსი. ბრეიკ დანსია სწორი პასუხი? სწორი პასუხია და 300 ქულა შენია, ყოჩახ. საიდან მიხვდი? ანუ ბი გოგონებს ეძახიან, ბი ბოებს ეძახიან მონაწილეებს ბრეიკ დანსში. სწორია. კი ბატონო. მოდი პირველი თემა 200 იყოს, გავაგზავნოთ. პირველი თემა 200 ქულა. ბაკურ, მე მგონი რაც ცადე ყველაფერი აიღე, ხო? ჯერჯერობით. ჯერჯერობით ხო? სოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში სულ 3 ქართველს გაუტანია გოლი. 1982 წლის მუნდიალზე შოტლანდიის წინააღმდეგ შენგელიამ და ჩივაძემ გაიტანეს. მითხარი პირველი ქართველი, რომელსაც მუნდიალზე ორივე ვერსია შორის ვარ, მაგრამ დიდი ალბათობით გავამართე. წესი დარეგით ეს უნდა იყოს სლავა მეტრეველი. სლავა მეტრეველი არ არის სწორი პასუხი. არტური იპარავს ამ შეკითხვას 200. ასათიანი იყო გოლის ავტორი 1970 წელს. 1970 წელს? ვარსტები კი. ეგ არის. ყვითელი ბარათის მიუღია იმავე მუნდიალზე. აი, ცირე შესწორება. აღარაფრის დამატება არ მომეწია. კიდე მაგაში იყო პირველი რომ ყვითელი ბარათი მიიღო. კახი ასათიანი სწორი პასუხია. 400-500, აი ასე უეცრად შეიცვალა მოცემულობა. არტური დაწინაურდა და არტურ შენი დროა. პარიზის ოლიმპიადის დღიურები 100. პარიზის ოლიმპიადის დღიურები 100 ქულა, სამივე კითხვა ამ კატეგორიიდან არტურმა აირჩია. პარიზის ოლიმპიადის გახსნის ერთ-ერთ ინსტალაციაზე მინიონები სწორედ ამ ნახატს იპარავენ ლუვრიდან. გვითხარი ამ ნახატის ავტორი. ლეონარდო და ვინჩი. ლეონარდო და ვინჩი, სწორი პასუხია. ნახატის ხო არის? პარემ. ყველა ცნობილი ალბათ მონა ლიზა. ანი ჯოკონდა. ეგ არის. ბაკურ. 600-400 ანგარიში. მოდი ზედმეტ სახელები 200. ზედმეტ სახელები 200 ქულა რა, კარგი სპორტპედია გვაქვს მეგობრებო. მხოლოდ და მხოლოდ კომპლიმენტები ჩემგან და ჩვენს მაყურებელს ვთხოვ რომ გამოიწეროს ბილაივის YouTube არხი, რომ არ გამორჩეს ასეთი მაგარი თამაშები და არა მხოლოდ შენიცი სპორტი, კიდევ ბევრი საინტერესო რამ
ხვდებათ და შეგხვდებათ ჩვენს YouTube არხზე. წავედით 200 ქულიანი ზედმეტსახელები. NBA-ის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო დაცვით გამთამაშებელს ზედმეტსახელი ხელთათმანი მისმა ბიძაშვილმა შეარქვა, რადგან დაცვისას ისე ეკვროდა შემტევებს როგორც ხელთათმანი ხელს. დაასახელეთ ეს კალათბურთელი. არტური იპარავს. ბაკურ, წავედით პასუხისკენ. გარი პეიტონი? არტური ეთანხმება? კი, რა თქმა უნდა. ზეგლოუ, ხო? ის გადამრჩენია, რომ მეც დავეთანხმო 600 გახდა ანგარიში, ხო ჩახ. სხვა შორის გარი პეიტონიც იყო პირველი რაღაცაში, ხო არ გახსოვთ რაში? პირველი ადამიანი იყო, ვინც წლის საუკეთესო დამცველის ჯილდოა. იყო. წავედით. ოღონდ გამთამაშებლებს გულისხმობ რა თქმა უნდა. საინტერესოა. ძალიან ისეთი სიტუაცია. პირველი თემა 300. პირველი თემა 300 ქულა, აბა წავედით. ამ კალათბურთელს მატჩში საშუალოდ 2.7 ასისტი ჰქონდა. 1974 წლის 18 ოქტომბერს კი ატლანტას წინააღმდეგ 13 ასისტი მოაგროვა და გახდა NBA-ის ისტორიაში პირველი კალათბურთელი, რომელმაც ოფიციალური 4 მაგი დუბლი შეასრულა. მითხარი ვიზია საუბარი. ვაიმე. ანუ მე თუ არასწორად ანუ მინუსტები. აუ. ოფიციალური 4 მაგი? მაგრამ რისკი და ასისტი ძალიან ცოტა ჰქონდა, ხო, ანუ. მე ორი ვერსია მაქვს უბრალოდ. მეც მანდ ვარ. ან პასუხამდე უნდა დავაჭირო მე? აუცილებლად. აი ზუსტად ამის გამო რომ ერთი არ გამოგერიცხოს. ბიჭო. არტურ, შენ არაფერს არ კარგავდა, აბა მითხარი. უბრალოდ რეგისტრირებული 4 მაგებიდან რაღაც 300 ქულიანია მარტივი არ უნდა იყოს. დევიდ ტომსონი. დევიდ ტომსონი არ არის სწორი. აღარ შემიძლია ხო? მეორე ვარიანტი რა იყო, აბა? ვილ ჩემბერლენი. არა. რობინსონი ხო არა? კარიმ აბდულ-ჯაბარი? არა. ნეით თერმონდია სწორი პასუხი. ნეით თერმონდი ხო? ანუ მაღალი უნდა ყოფილიყო ძალიან და ასისტების დაკლებობა ჰქონდა. 73-74-ში დაიწყო ზოგადად აღრიცხვა ჩაჭრების და ბლოკების. მანამდე ეს 4 მაგი დუბლები. ოკეი, ანუ ეხა არის ძალიან საინტერესო დილემის წინაშე ვარ. 300-იანი რო ავიღო. 300-იანი რო აიღო, გადადიხარ და ანუ ვიკებ ამ თამაშს, მაგრამ 300-იანი რო გავაფუჭო, ძალიან დიდი შანსია რომ 100-იანს თავისუფალ ლუკმად გადაყლაპავს არტური. 100-იანი ავიღო და მე ვიყო კატენაჩოს იმედად. აბა ნახოთ რას გადაწყვეტ. ვახ. ეს ის მომენტია, მე რო უყურებ გადაცემას და მე რო ნანოვრო ებუნდა ამეღო, ხო? თუმ გაითვალე ტვენში. რამე. ანუ 1000% დარწმუნებული ვარ რომ 300-იან რო გავაფუჭო 100-იანს არტური არ გავაფუჭებს და პროცენტულად მე 300-იანის გაფუჭების უფრო მეტი შანსი აქვს. ასე რომ გადაწყვეტილება. აქაც შეზღუდული ხარ დროში. აჰა, კაი, 5 წამი მომეცი. 100 ქულიანი? მოდი, მაინც ჯობია რომ შენით მოიგო, ვიდრე ხო რა და მაინც შემთავს დავაბრალე და 300 იყოს. 300 ქულიანი ზედმეტსახელები და ნახოთ როგორია შეკითხვა. 1965 წელს დაბადებული ამ ადამიანის შემოსვლას თან ზარების ხმა ახლდა ხოლმე. ქართველი რომ ყოფილიყო, ალბათ გალაქტიონის ერთ-ერთი ლექსის ფონზე გამოვიდოდა. დაასახელე ამ ადამიანის ზედმეტსახელი. ამინდოდა. მე არ დავაჭირე. ესე გააქვს ვარიანტი? არა, სხვათა შორის. საერთოდ არა. თან ზარების ხმა ახდა ხოლმე, ზარების ხმა. მე ზედმეტსახელს ვამბობ და არა სპორტსმენს, ეს კიდევ უფრო ართულებს ამ სიტუაციას. მე მგონი უფრო ამარტივებს. მეტსახელი. კარგი, უნდა გადავინაცვლოთ პასუხისკენ. მეტსახელი იყოს გალაქტიონის ლექსი გაწინა გაეთაკე. ბაკურ უნდა მითხრა პასუხი? მე ლიმიტი არ გვაქვს. უაზრო ვერსიის სამოსროლს ადრე არა.
კარგი, სწორი პასუხი აქ იყო Undertaker-ი. ოკეი. გალაქტიონის ლექსი გახსენდება რამე მსგავსი მესაფლავესთან დაკავშირებით და რეალურად ეს ადამიანი იყო მარკ კოლოუეი, რომელიც wrestling-ის და WWE-ის ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო. ეს საკმაოდ რთული იყო. კი. ამიტომაც ფასობდა 300 ქულად. იზღა დაგვრჩენია, რომ არტურს მაგას. შენ ხო, აგიტო. არტურს უნდა წავუკითხოთ 100 ქულიანი შეკითხვა, იქიდან გამომდინარე, რომ მოპარვის უფლება ექნება ბაკურს ამ შეკითხვის. 100 ქულიანი შეკითხვა. ეს ზედმეტსახელი აერთიანებდა კიმი რაიკონენს, ბიორნ ბორგსა და ჯორჯ გერს. აისმენები არიან სამივენი. ქართულად ყინულის ადამიანები, ყინულის კაცები. ყინულის კაცი არის სწორი პასუხი და თამაში მოგებულია არტური გადაინაცვლებს მეოთხედ ფინალში. მაგარი თამაში იყო, რაც მე გულწრფელად შემიძლია რომ გითხრათ და ბაკურ შენი ეს ემოციები აი ბევრჯერ გვინახავს და დასანანია ძალიან რომ არ გაგიმართლა. როგორ სტრატეგიულად წავაგე რა? დღევანდელ თამაშს. აი ის მომენტი გამართლდა, ხო? მე რო ჩანაწერს 100-იანი რო აგეხო, შენი იყო. მე მგონი 300-იანს არტურიც ვერა. ნამდვილად ვერ ავიღებდი. გულოცავ, როგორ დასაწყისში ვთქვი, არტური არის ერთ-ერთი ფავორიტი და ძალიან ვისიამოვნე რომ კარგი თამაში გამოვიდა და ბოლომდე მქონდა შანსი და იმიტომ დამწყდა ბოლოს გული, რომ სტრატეგიულად წავაგე რეალურად, ყინულის ამ ბოლო კითხვას ვიღებდი. იცი რა არის, სწორ ლოგიკაზე იყავი ჩემი აზრით, 100-იანი უნდა აგეღო. და ჯობდა რომ რთული იქეთ გაგეშვა და მოპარვაზე იქნებოდი თუ რამე. მაგრამ მადლობა კარგი თამაშისთვის, ნამდვილად განსაკუთრებით მეორე და მესამე რაუნდი იყო შესანიშნავი ბაკურ შენი მონაწილეობით. არტურ, გილოცავ კიდევ ერთხელ. მადლობა. მართლა ძალიან მაგარი თამაში გქონდა. რას გვეტყვი 2-2 სიტყვით? პირველიც თა იყო და გამომივიდა ამჯერად და ოდნავ ღელავდი. მან ბაკური ძალიან ძლიერი მეტოქეა და დიდი მადლობა მას, ძალიან მაგარი თამაში იყო და იმედია მაყურებელი ისია მოგდეს ამ თამაშით. მადლობა. არტური შეხვდება მეოთხედ ფინალში, რა თქმა უნდა, გააგრძელებს ჩემპიონობისკენ გზას და გზას 20,000 ლარისკენ, რომელიც ჩვენი მთავარი მხარდამჭერისგან ამ სეზონის გამარჯვებულს ერგება. ჩვენი მხარდამჭერი კი არის BetLive. თქვენ შეხვდებით ზუსტად ერთ კვირაში. მადლობა, ვინც გვიყურეთ და გთხოვთ, რომ გამოიწეროთ BeLive-ის YouTube არხი. დროებით.